ერთსულოვანი ადამიანები ვართ, სხვადასხვა კიბას საქართველოს მომავალზე გული. მე ვარც ის თანხარავი YouTube-ზე ბუქში შეგიძლიათ შეგვიჩით გადასცემს ახებს საუბრობ. ეზოტერიკოს მინახება. ჩემი დედაშვილური და თბილის დედაშვილური სიყვარულით ალბათ მოვეფერო. რამდენს რისკავს ეს ბიჭი. გლის ხახაშია კაი მარჟიალებს ვლაპარაკო ხელი ჩაყოფილი და აი უღრმესი მადლობა და თუმცა ჩვენ სათქმელს ამბობს. კიდევ ძალიან ლამაზია. ძალიან დახვეწილი. ნათელი გადაგდის შუბზე ადამიანს ეთყობა რომელ ენერგეტიკაში ის რომელიც სულის მიდესწრებს ატარებს და აი ეს მინდოდა მეთქვა. და კიდევ მეტულა ზეპა ვაგო გასნიშნავს. არ უნდა. კონკრეტულად ვაგო პირდაპირ თარგმანი და არ უნდა, ვიღაცას არ უნდა. არ უნდა. ო. ერთი კარგი მოსწავლეობას ვაგო ისე სახელი კიდია მამაკაცის სახელი, აი ბევრი რო 5-6 რო გააჩენა, მე რო ამბობ მეშვიდან მეორე, მაგას ვაგოს არ უნდა. ვია ბავშვებს მინახება. მოკონა კიდე სახელია, ხალის სახელი, ანუ არ ვიდაო, ეს სახელები მიდია. რა სახელია ხალის? მოკონა, ანუ გვინდა. აქ ძალიან ისინი ბევრი. ხო, აქ არის შვარცმა იყო? ნინი. აი ეს ხო, აი ეს ისემ ლექციებზე გა. ოშო. ბატონო? მე გულში და ოშო. ოშო პირდაპირ მეგრულად კახა ნიშნავს რამეს? არა მგონი. პირდაპირ ოშო. ანა ოში 100-ია, მაგრამ ოშო, ნუ ეხა თუ სხვა წინადადებაში მასში კი ბატონო, ერთი ასადო რო თქვა? აი ეს ოშო არის. ხო. და ბატონო და იმ ქალბატონის კითხვაში გაერთიანე. ხო. რელიგიებია მოგონილია და ერთი წუთი მოვისმინოთ რა. რელიგიები ეს მოგონილი თემაა, ხო? და ეს პირჯვალის გადაწერაც მოგონილია, ხო? იბლოკაო, იძახიან მე ვიდეოები ვნახე რუსებს აქ, მასე შენ თავს იბლოკაო პირჯვალს. მართალია? აი ზანგარია ხა ეს ჩვენ ლაივში რომ ქრისტეს რელიგია ქონდა? არ ქონდაო. არც პირჯვალს იწერდაო, ხო? ნუ ხო იცდაო რომელი თქვენ არის. ჩვენ რატომ ვიწერთ პირჯვალს? ესე იგი მოგონილი თემაა, ხო? ამაზე გაგვიცი პასუხი და ამ ხალბატონის მე ამაზე გაცემული პასუხი ჩემ ვიდეო ლექციები ყველაფერი ვიდეო ლექციები, ვიდეო ფილმები და სამა გაცემული, მაგრამ კიდევ ვიტყვი ხა ვიდეოდან კარგია რომ ასე ლაივში კონტაქტობთ ჩვენ ერთმანეთთან და გეტყვით ახლა მე მაშინ ვეუბნები ადამიანებს პირდაპირ სად წერია ან სად გინახიათ რომელ ბიბლიაში ბევრჯერ გადაიწერა მაგრამ ძირითადში ყველა ერთია რომ თუნდაც ქრისტეს სანთელი ეკავა ხელში და არ იქადა ეთქვა რომ აი შედით იმ შენობაში თუ იქ არ ილოცეს ჩვენი მაგია არ მივარსა და ასე შემდეგ. უბრალოდ მე თქვენ ახლა მესამე პირში მეუბნები. განათქვენა წაიკითხა თქვენ არის ისი? როასია. თქვენ ის მეც ვიცი და მაგრამ ვიღაცა რო ამბობს აი ესე უთხარი პირდაპირ. შენ მანახეთ ხო უთხარი ბიბლიაში თუ ხარ ნაკითხი განათლებული მანახეთ ხო უთხარი სად წერი ასეთი რამ ან სად გვითხრა იესო ქრისტემ არ იქადა პირჯვარი თუ არ გადაიწერა მომჩენ დამთავრდა. ეხლა გეტყვით მე იმაში რაც ფილმში მაქვს იმას ვიტყვი კიდე არის. ესე იგი მუსულმანო სამყარო ვინ იცის პირჯვარს? არ იცის. ერთი ასად მრავლდებიან. ერთი ასად დიდრებიც არიან. ერთი ასად ქვეყანა აშენებულია. რაში დაიჩაგნენ მიხარდა რომ ან თუ და ბუდისტები ხო? ისი უბრალოდ ასე აკეთებ. მოჩადან. რა მნიშვნელობა შენ რა ჟესტიკულაციას გააკეთებ? რა მნიშვნელობა შენ პირიდან დაზეპირებულს ეს დაზეპირებული ეს ყველა ძლებთან დაწერეს იმ დროს იმას მესამე საუკუნე ნახევარში. პავლე და კონსტანტინე ბიბლია რო შეგვენს მასში. როდოცვანი ასწავლეს ადამიანს არ იქადა თუ ამას გადაასწრიდა დღეს ამდენჯერ თუ წაიკითხე ეს არის ყველაფერი ისრაელში როდესაც ადამიანშია თავად ღმერთი და შენ იმაზე რო არ იფიქრო შენში რო არ აღმოჩინო ღმერთი ამიტომ შენს მიმართულება გადაყავ სხვაგან იქ არისო სადღაც მიუსავლეთში ვერ ხედავ დაუნახავიო რაღაცა და არ იქ გასწავლიან ეს ასე უნდა მოიქცე არ იქა და მე ვერა და ვერ მიხვალ ღმერთთან და მე იმ დროს ერთი ფრაგმენტიც კიდე მოვიყვანე კინოდან რუსული კინო არის სხვადასხვა რუსული ძალიან კარგი
რელიგიური ფილმებია გადაღებული სერიოზული ჩვენ სადავარ მასთან შედარებით, ხო? ის ტრისტარცა რო არის, ხო? სამი მოხუც ხო, წყალზე რომ მორბიან ფეხი და გაგიჟდებიან, კაცო 50 წელიწადიო ეკლესიაშიო, ვასწავლიო, ესაო და აი ეგეთი სასწაული არ ვინახიო და მოუვლენ, ესე იგი, ვისაც არ ვნახე იმათვით რომ ამბობ, ხო? წყალზე მოდიან და სამიო და ბატონო ის დაგვა შენო ვასწავლეო, ლოცვა ის დაგვა მისმარა, როგორ არისო, გამიგე. უყურებს ეს ხარი გამოს წადიგო, მისიკო და იგი როგორ თქვენ მიოცებთ ისე ილოცებთ. როგორ მოწო ჩვენ სამი შემოვლით შემითავი და მორჩა დამთავრა აი ეს და ჩვენ რა ცხოვრობ. გამიგე. Давайте, ребята, кланяемся. Благословите, батюшка. Бог благословит. Добрый день. Здрасте. Люди добрые. Рассказывали мне, что где-то тут святые живут. А как молитесь, главное? Да какие мы молитвенники? Учили азбуки веден, да и то не выучили. Да только знаем, что на небе есть Святая Троица. Бог Отец, Бог Сын и Бог Святой Дух. И нас трое. И сами придумали молитву. Сами? Трое вас и трое нас. Господи, помилуй нас. Нет, неправильно. Вот какую молитву надо читать. «Отче наш» называется. Отче наш, иже еси на небесе, да святится имя Твое, яко на небеси и на земли. Я говорю, какие еще люди есть на Святой Руси? Чудаки. Святые. Да какие святые? Простые да набожные. Дивны дела Твои, Господи. Господи, помилуй. Отче, молитву забыли. Что там после «да святится имя Твое»? Давай снова учить. Я уже 50 лет как монах. У престола Божия стою, облачен от Бога властью священства, все молитвы знаю. Но бегать по морю я не умею. Не пробежать мне. А вы только и знаете, трое нас да трое вас, Господи, помилуй нас. Но у вас чистое сердце. Идите с Богом на свой святой остров. И живите и молитесь там, как молитесь. ეს არის ყველაფერი დამონტაჟებული, ანუ როგორ ყველაფერი ეს ურიების მოგონია. იმას შეუნეს მუსულმანური, იმას შეუნეს ქრისტიანული, ამას შეუნეს ისა ვაკვირა და ერთმანეთში აჭრილი და ყველა სასწაული არის. ხონიში. ეხლა ნახე, იმას უწერია რომ შენ ხარ ყველაზე უკეთესი რელიგია, რომ შენ იღმერთია ისა უდიდესი. ამას უწერია ჩვენ კიდე საფო გვიზერია ქრისტიან მორჩა დამთავრდა. იუდები ბაბა ბუდას კითხა და როგორია? გამიგე და ერთმანეთში კიკლავდა მიდის ამასობაში ვინც ეს სამივე დაწერა ის მართავს ყველაფერს ეხა. და ამასობაში მერტი დაგვეკარგა. ფაფუ ხელებსა და თვალებს შორის. სინამდვილეში აქ არის მერტი. გამიგე შენში ადამიანშია ეს არსად არ არის. მე გეტყვით ერთი მას კიდე ბარაღამ
გაგახსენებს ზვიად გამსახურდიას ხომ და ასეთი რამ დაწერილი სამწუხარო და საუბედო სათაური არ მასვას მაგ ზღაპარს კიდე წერდა იდეალურ სხვადასხვა ზვიად გამსახურდია ხო ესე იგი კაცი წავიდა ბედის აძიებლად იცის რომ სადღაც იქ არის შორს წავიდა მაგრამ იმით არის რა ქვია შუშის იმით ჯოხით ვერ ჩამოждდება ამას ვერ ეკნობა ყველაფერი მოკლედ დაიღალა მოიარა მთელი მსოფლიო დაიცვითა ანსაცმელი შია მოვიდა სახში და მოყანყალებს ეს საწყალ მოყანყალებს და ეზოში რო შემიდა თავის ეზოში ქვარი რაღაცა და ამა წაებორციკა დაეცა როდესაც ეს ქვა გადაყია და გამოიყედა აი აგდებს რაღაცა ის რასაც ეძებდა თავის ეზოში გამიგე მოგდა ეს გადახვენ ცხოვრება მაშინ გალია რა ქვია სიარულში ხო აი ესეთი მჭირს და ამას გვიკეთებენ 2000 წელიწადია კი ბატონო 4000 წლის უკან დაიწყო ინფორმაცია ის ლაზის ინფორმაცია საიდანაც ეს მარგალიტი და რომოვედი და ეს ობოლი მარგალიტი იმიტომ მიხმარა შოთა რუსთავმა ეს სიტყვები ეს სპეციალურად და აი ეს როგორც სვეტი სკოლაში გითხარით მოჭრილია თქო ფეს მოჭრილი ხე ზემოთ არის გაშალაშილებული დაასტამპული ყველაფერი და ააგერე ბატონო იკითხეთ ეს და ამის იგივე სადამდელოა მორჩა დამთავრდა გეუბნები გამიგე არა ეს არის ყველაფერი ყოლი გადაწელი გადაწელი და ამას ვარ ჩვენს დავყარდით ერთმანეთი და აგერ უკვე მილია მე-20 საუკუნე 21 საუკუნეშია და იმის მაგივრად რომ ნუ ილია ხო შეიყვანა გავწნებული ბერიაში ხო და იმის მაგივრად ჩვენ რომ გავერთიანდეთ ხო რაღაც უკეთესობისკენ წავიდეთ სამაგიეროდ ხდება აბსოლუტურად პირველი რაშია საქმეც იმაშია რომ ამ 2000 წლის განმავლობაში ამ ესენი გვატყობენ აქეთ არის ღმერთი ზოგი იქით არის ღმერთი და ისინი თავის ამ კიკალობაში ერების ერთმანეთის კიკალობაში ერების შიგნით ერთმანეთის კიკალობაში ამაში გავიდა დრო გავიდა იმათ თავარია ჩვენ გაგვართონ რაღაცით აი ეს არის აუცილებელი გაგვართონ ჩვენ რო გონია ეხლა არაბიზაციას შემოგდებული თემა არის თუმცა ჩვენ აშკარად ხედავთ რომ არაბიზაცია არაფერი კარგი არ მოაქვს არაფერი კარგი არ მოაქვს კი ბატონო მაგრამ აი მე რატო არ მომახვილებ იმაზე ყურადღებას რაზედაც ყველა ამახვილებს უჩო ყველა ხედავს და მე კიდე ახლა მე-13 ვაგონი მე-13 გოჭი რო გამიდა კიდე აი კიდე ისე და ამის პოპულარიზაცია მე არ მჭირდება არავის იმის მომადა და მე არ მჭირდება გამიგე მე ვიტყვი ისეთ რაღაცებს და ვამბობ რასაც ბევრი არ ხედავს გეტყვით ახლა აგერ ბატონო 4-5 დღის უკან ბათუმში იყო ჩამოსული მთელი დელეგაცია ისრაელიდან ოფიციალურად ტელევიზორში იყო სულ 30 წამი კი არა ესეც არ გონახებდნენ მასიურად და ბათუმის მერიასთან ძალიან სერიოზული ხელშეკრულება პაკეტი დადეს და როგონია რომ თურქები კი ბატონო თურქებსაც აგარებული ნახმარი ბათუმი იქით არაბებსაც ყველაფერი და ეხლა ბურგები კიდე შემოვიდა მე ვის გადარჩება ეს საქართველო ეხლა რომელი პატიახი გადაგვაჩვენს აქ ჩვენ მაგრამ გოშველება თუ არა ის თუ ადამიანმა ქართულმა არ გაიღვიძა გაგვიძება იმას მიქვია რომ იცით რა არის სანამ ადამიანი გაგვიძებული არა ის ყოველთვის მოტყუებული დარჩება ყოველთვის აბსოლუტურად ყოველთვის მას გონია რომ არ არის მოტყუებული მაინც მოტყუებული დარჩება სანამ ეს სამი თვალი არ აეხსნება ამიტომ მე შეიძლება ერთ იგივე საკითხი და თემა შეიძლება ბევრჯერ ამა გამოყანი ხან იმასაც ვაკეთებ ისეთ манипуляციას ვაი თქვენ გახსოვთ იმ ხილებაში მე გამიგეთ იმ კაცს ამოჭი ჩავსვამი და ვიმეორებ იმიტომ კარგად გაგახსენოთ ეს ტელევიზიები როგორ მოქმედებს ახლა ტელევიზიას რა პრინციპია რა დაგაგვია ზომის საათი კიდე ქონია თუ ესე იგი პირველად გამიგვიდა როცა 7-8 წლის უკან თუ 10 წლის უკან იყო დავაკვირდი აი ამ გადმოცემის მათი ინფორმაციის მოწოდების მეთოდიკას ესე იგი ჯერ ვიქტორი გვეუბნება რომ აი სიტყვაზე ჩვენი ჟურნალისტი შეხვდა ამა და აიმას სიტყვას დავსვათ რაღაც მინისტრს და აი ამ მინისტრმა ილაპარაკა ესა და ეს ხო გავიგეთ არა ხო მითხარი კაცო მე ზუსტად სიტყვას მანახებ ვიდეოკაც ამის ეს რატო ხდება იცი აი მაინც და მაინც ეს უნდა ჩატენონ უკაცრავად და შეფიშო აი ესა და ეს გამიგე რა შეესაბამება თუ ერთხელ შეიძლება ვერ მაგრამ გეტყვის განანამეს აბარებდა სიტყვა დაჭედებულია იგივეს მანახებინი და იგივე ტექნოლოგიას ვიყიდებ მაგრამ მე კარგი გაგებით მინდა ეს გამიგე რას ვაკეთებ ერთ იგივეს ვიღებ კაცს ვიმეორებ ძველს ახალ ძველს ვაბა მერტმანეს და ვცილობ რაღაცაინა თითო კინკილად გამოვაღვიძო არ ვდოდი კიდე ამ იგივე რომ მოხვიდეთ პრინციპში დიდი მადლობა ყველასე და მაგრამ იმ წელს კიდე გავაკეთეთ ერთ შეხვედრას და
მე ბოლოს გეტყვით კიდე რაღაცას, მაგრამ ეხლა მოგისმენთ, აბა გისმენთ კიდე რამე თუ ამაზე გავეცი პასუხი, ხო? ბოდიში არა. კონკრეტულად რელიგიაზე სტანდარტულად გავეცი, მაგრამ ჯვარცმა იყო პერაფერი, ვიცი ბატონო. ჯვარცმა არ მოგდა. ჩვენ აი მოდი ასე ვთქვა ეხლა. მოხდა ჯვარცმა. ჩვენ რას გვაძლევს? ანის რას გვაძლევს, რომ არ იყო ჯვარცმა? ქრისტე იყო. ქრისტე იყო. ქრისტე აღსებდა. იყო, მაგრამ ეხლა იმ სახით არა როგორც ესე გეუბნები. ჯვარცმა არ არის თავარი, აბდობა იყო. ხო, არა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ეხლა იმას გეუბნები. იყო ჯვარცმა და არ იყო ჯვარცმა. ჩვენთვის აი ყველა ისა ვართ ერთმანეთის რა ქვია, ყველა მისნობ კარგად. რა მნიშვნელობა აქვს აი მითხრა. 2000 წლის უკანელი ამბავია. იქიდან აქამდე რა ღმერთი არ იყო დედამიწაზე? ჩვენ 2000 წელიწადი ინდივიდი, ადამიანი განაუღმერთოდ ცხოვრობდა? არ ყავდა ქრისტე, მაგას ყავდა მუჰამედი. არ ყავდა ქრისტე, მაგრამ მაგას ყავდა კრიშნა, ბუდა. აცი მომისმე იგი იქამდე მივდივარ. ბიჭო, ეს რაც ვიწერია ის არის, იმას ნუ მიმეორებ შენ. ინდივიდუალურად ვიაზროვნოთ. რას გვაძლევს ხო? თუნდაც ასე იყოს და თუნდაც არ არის. რას გვაძლევს? სიმბოლოებით იმართება კი, მაგრამ ეს ქმედების ის არის, ეს სიმბოლო არ არის. სიმბოლოა ის ჯვარი და ასე შემდეგ, ეს სიმბოლიზაცია კი. ხო, მაგრამ ის ჯვარი მოვიდა აი ამ თავგანწირვით შეიძლება იყოს. ჯუი ბევრ რაღაცას იცავს ჯვარი. ეხლა კიდე გეტყვით რას იცავს. უყურეთ, აი ჩვენ ხო ვიცით. ეხლა რომ მოხდა გარჩება მერის და არ მინდა მე ის იქნება შეკრება. ის რა ქვია. ურიების ის ხო იცით გას. დავითის ვარსკვლავს რო ეძახი. ხო იცით? სატურნის ხუთკიმიან. სატურნის ვარსკვლავია გექსაგრამა. დავითის ვარსკვლავს რო ეძახი. 6 კიმიანია. 6 კიმიანი, ხო. ხო. არგია თუ ცუდია? აი, მიპასუხე. სადავლია. არა, ჯერ კითხვას ვარ. არგია თუ ცუდია? არა, ვარსკვლავია. არა, ვიცი რომ ვარსკვლავია, არგია თუ ცუდია თუ მიპასუხე. ახლა ნახეთ უფრო ეს ვარსკვლავი არის მოპარული ურიება მოიპარეს რა თქმა უნდა ჩვენი ხეთების გამოიპარა ისევე როგორც სვასტიკა მოიპარეს არიელები არ მინდა დავხატო ხა იქ ასე არ ვიცი ვერ ხედავ მაგის პალი სალამანეს რა ნუ ის არის ხო 6-ია ესეც მოპარულია ისე როგორც სვასტიკა მაშინ კიდე ხეთელებს უნდა ის სიმბოლიკა ის სვასტიკა რომელიც არის ჩვენში 24-100 ქ-100 დავაში გამიგეთ ეს არის მარადიული მზის ბრუნვა გამიგეთ და ის მერე აიღეს და დროშაზე დაახაზეს მას ფაშისტებმა რაც არის აი იმათი ჭკუით მაგარი მოფიქრებული დროშა იყო ძალიან ძლიერი დროშა იყო მოფიქრება მაგას სპეციალისტები უზიან იმას როქვე ისეთი დროშა შექმნა არის დიდი რაღაცა მეცნიერება გამიგეთ ის არის სერიოზული კი გასტანა გვარიანი მაგრამ 5 წელიწადი მაგრამ იმერი გააკეთეს რომ იმერი ფული მოპარეს და წაგიძეს თემსოფლიოს რომ მე იმის შემდეგ ფერგე და ის კარგად ის როგორც ცხოვრობდა ხო მაგრამ ეხლა ნახეთ რა შეასაკა აზიურ იქით მეცნიერებაში და სწავლებაში არის ასეთი რამ ეს დავითის ვარსკვლავი ძალიან საინტერესო ძალიან სარგებელია მე მაგ წანაკითხი ესეთი რა როდესაც თუ არსები ჩინელს მოძდებდა ვიღაც იაპონი ჩინე და იაპონიას ომი იყო ასეთი ის იყო და ბირბის და ხიშტით მოძდეს უკან და ეს ჩინელი გაჩერდა ეს უცებ მობრუნდაო და ესე დახაზავ ხელი გააკეთაო ეს გამიგეთ იმას დამიზნებული ქონდა ვერესრო ანუ დამცავი მაგრამ ამას გამოყენება უნდა ამის გამოყენება ჩვენ არის გამიგეთ ამას ყველა ძველი ხალხი ჩვენი ყველაფერს იყენებდა გამიგეთ მაგრამ ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ რო დავკარგეთ მე შენ თუ ვერ უყადრებს სხვა წაგარდეს და წაგვარდეს კიდევაც ეგერ იმან თავისი წილი წაიყო ბერძნება თავისი წალი ურიემ თავისი რომელება თავისი და მორ ჩვენ დავჭით ურაზბიტავად არის თათაქსაზეს ჩვენ დღეს არაფერი არ აქვს მარტო იმისა რასაც ჩვენ ახლა მე კიდე ვეძიებ და სხვა ვეძიებ ძლივს სადღაც ლომის ხახიდან უნდა გამოვიტანოთ რაღაცები 9 თა უნდა გადავატრიალოთ ნუ რა ვიცი და ძლივს ვაგნებთ იმას მაგრამ მე პირადად ვაგნებ იმით რომ მაის ვიცი პირველია აი ეს არის ჩემი ის რა ქვია პლუსი გამიგეთ აი ეს არის ჩემი პლუსი ეხლა ეს რაც გითხარი არ გეცინოს დაძმოსავით გეუბნებით ეს იყო უზარმაზარი აღმოჩენა ხო დაძმურად გეუბნებით ეხლა ეს ვერც გურული ვერც იმერი ვერც ახალი ვერც შაველი ვერავინ ვერ მიხვდებოდა ამას
რატო? ამას მე მივხვდები, მაგრამ მარტო მე დავითორდი კი არა, მე ვიღაცა მეგლე უნდა მივხვდარო, რატო? იმიტომ რომ ჩემი ნამშობია ეს ამბავი. ბატონო დათო. დიახ. მე ყავს ერთი ძალიან კარგი დედოფალი და ეთქობა ძველი სულია და შიფრას ამ ასოებს. დიახ. მანე ვითხრა რომ ამ ხუთ ასოთგერაში ყველაზე ბოლოს დგას ყველაზე ბოლოს რა? ბოლოს არის ხო. ხო. იყო მაგალითად სვანური და მე გახდა მეგრული. კი. ლ გარბილა შეაბილა ეს და კი ბატონო. არისო აი ურჩი უძღები უტვინო და ასე შემდეგ. აი ძალიან ბევრ სიტყვას ერთის წინ. მეორე მხრით დავიწყო დადებითიდან ნათელი მხარიდან რატო არ დაიწყო? უდიდესი, უმაღლესი, ულამაზესი. გადებიცა და ვარსკვლავს შორისო ასეული ძალა. ხოდა ეხლა დღეს და ეჭვების დიდი ახოჩინა იყო იმას გავახარებ ამერიკაში ცხოვრობს ეს პრობლემა და ვეთქვი რომ თუმე ეს იმიტომ რომ არის ყველაზე აქტიური ამ ასოთგერებში ხუთივეს გაშედგება. ხუთივე ენერგეტიკისა. შეიძლება პატარა კომენტარი. დავამთავრებ ბატონო. შეიძლება ამაზე პატარა კომენტარი გავაკეთო. ა არის მდედრობითი, ი არის მამრობითი, ე არის მომავალი, ანუ ახალი სიცოცხლის ჩასახვა, ო არის კოსმოსი, უ არის შიგნით, აი მიკროკოსმოსი. სამშენებლები? ხო, აი ეს ეხსნიდა ამ ამბანის ხმოვანებს. ქართულ ამბანზე მუშაობდა და კი ბატონო, ამას გააჩნია უამრავი, რომელი კუთხიდან დაგიედი, იმ კუთხით შეიძლება თავისებურად დაინახოს ადამიანმა, დამიგე. მე რას დავინახე პირდაპირ, იყო ეს. აცი, შვედის საგნას როგორ შეხედავს. ეხლა რატო ვთქვი მე ხა სხვას არ შეეძლო და ეს მე უნდა დამენახან ვიღაც მეგრელს მეტყვი ეს ჩემი შვილია, ჩემი ნამშრომია ეს ანბანი. ეს მე ხა არავის არ ასოს სხვადასხვას 2000 ბოდიში 17 ხო 17-ში რო 16-ში იყო პირველი გადაცემა ჯაჯაინძესთან ხო ოქტომბრის თვე იყო ხა მახსოვს პირველი გადაცემაში რაც ვიყავ მეორე გადაცემაში მე მოვითხოვე დაფა რომ მოვითხოვე დაფა როგორ გასულა ნაირადული ცუდად გამოჩნდება მაშინ ისა გასულ თვე გამიტანეთ მე ვთქვა არის ძლიიან დაფას დავები იმასთან რა პროდიუსერთან მაიას დაფანზესთან მე ვთქვა კაბა თქვენ ვერ გაიგეთ მე ვთქვა რა ისი გაგება მინდა აქვს ნამიდა გრალის თასის ინფორმაცია უნდა გავხსნამეთ ეს ხა გრალის თასის აი ამ ხალხ დაფაზება საოფისე დაფაზე როგორ დავწერო მე ვთქვა უი ბოდიშიო და გადარეგეს გამორიგა 12 დაფა გეყოფა თუ პირველი მე ვიყავი რომ სა დაფა გამოადანი და ჯაჯაიში შოუში იქ ავსენი მე სპატაშოს მაგრამ ეხლა კიდე სხვას გეტყვი იმიტომ რომ არ ახსოვს თქო ეს იმიტომ რომ ქართული ამბანი არის ისე მეგრულად როცა ქართული ამბანი ხედული ამბანი შეიქმნა მაშინ საქართველოში არავინ არ საუბრობდა ქართულად გამიგეთ ერთპიროვანი იყო მაშინ მთელი საქართველო იქიდან აქამდე იყო ერთპიროვანი იმიტომ ახალში შავში გურიაში აქ საერთოდ ყველგან მეგრული და სხვა მეგრული წინა გადაცემაში მე გავაჟღერე სიტყვა საქართველო. ანუ ახსენით თუ რას ნიშნავდა, რომ საქართველო არ ნიშნავდა მარტო ტერიტორიას. არამედ ეს იყო მთელი მსოფლიოს ცენტრი, როგორც ქართი, როგორც ერთი და როგორც დედამიწის ჭიბი. ეხლა მე ვიდა დავაკონკრეტო კიდევ ის სიტუაცია, რასაც ნიშნავს სიტყვა ქართული. დიახ. და რასაც ქვია ქართული ანბანი. აი რო დავწეროთ უბრალოდ სიტყვა ქართული, ყველა ვიცით რომ ეს ქართულია, ხო? მაგრამ თავი ის არის, ამის წინარე ენის გრამატიკა არის დაკარგული. ანუ რა ენა დაკარგული, რომელსაც წინა გადაცემაში კიდე ვაფიქსირებდი. ის, რომ ეს იხსნება როგორც მეგრული, ქართული წინარე ენა, საიდანაც აღმოცენდა ქართული. ეს ნიშნავს თბილისს. და არა მარტო თბილისს, ამას ბევრი განმარტებად, ეს როგორც ვნახე, როგორც თქვი წინა გადაცემაში იყო. მაგრამ ეხლა ნახეთ გრამატიკულად, ეხლა რა გავაკეთოთ ჩვენ? როდესაც პიროვნებაზეა თბილისში დაბადებულზე, ხო, საუბარი, მაშინ ვიტყვი თბილისელი, ხო? მაგრამ როდესაც ვამბობთ სიტყვაზე ეს ფლომასტერია თუ საწერ კალამი, სადავრი წარმოშობისაა, მაშინ როგორ მეტყვით? ქართული. თბილისური, ხო?
თბილისზე ვამბობთ ახლა, თბილისზე, ხო? თუ არის ადამიანი ხობში დაბადებული. მეთქვით ხობელია, ხო? დიახ. ახლა მეგრულში ნახეთ როგორ არის. მეგრულში არის პიროვნებაზე იტყვიან ხობარი და თუ ეს საწერ-კალამი გამოშვებულია ხობში ან ზუგდიდში, მას ვიტყვით ხობური. ანუ ურში გვიშვებს სადღაც. ამიგეთ? ზუგიდური. როდესაც ეს არის. ეხლა ვნახოთ, თუ ეს არის ქართის ანბანი. და კიდევ ვამბობ, ეს არ არის მარტო საქართველოს ანბანი. ეს არის მთელი მსოფლიოს ანბანი. საიდანაც ამოიღო ყველა ცივილიზებულმა ჩვენ შემდეგ ცივილიზებულმა სამყარომ აქედან აიდგა ენა, სალაპარაკო ენა და ასოები კიდე აქედან გადაიღეს ძირითადში. ეს არის ორიგინალი ანბანი. ამიტომ ეხლა ისევ და ისევ მე გემური წინარე ენით, მეგრულად. თუ ადამიანი ქართლში არის დაბადებული, მაშინ ვიტყვით ქართალ პიროვნება რომელიც დაიბადა თბილისში, ანუ ქართლში. მაგრამ როდესაც ვამბობ ეს საწერ-კალამის სადაური გამოშვებულია, ეს ბევრ მეგრელს რო კითხო, ვერ გიპასუხებთ, ვინო გადამონტაჟებულია მისი ტვინის ხანაირად. მაშინ არის რომ ზუსტად ქართული. ანუ თქვენ გინდათ რომ თქვათ რომ ყველაფერი თავიდან თავი არის მეგრული. ნუ კი ბატონო. აი ვნახოთ ახლა კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მთელი საქართველო გაიზარდა იავნანაზე, ხო გაიზარდა? დიახ. ყაშილავას ფესტოს დისკოს გახსნა რომ გავიხსენოთ, ხო? დიახ. აი ამ დისკოზე იყო აგრეთვე საგალობელი ღვთაება ნანას შესახებ, ხო? დიახ. აი ეს არის პირველი ცივილიზაციის საწყის დედა ღვთაების სახელი, ნანა. მთელი საქართველო იზრდება იავ ნანაზე და არა იავ დედაზე. და აი ეს ამაგრამა რო დავწეროთ, ამის სატირალი არის ვაი ნანა. ეს უკვე სატირალია, ეს საზეიმოა.